ეს მოტოსფეროა, მოგესალმებით. ესე იგი, როგორც იცით, დავიწყეთ ვარჯიში და დღეს ვაპირებ, რომ მოყვარულებში ტაიმატაკში გამოვიდა და მივიღო მონაწილეობა შეჯიბრში. ხო და ცოტას ვნერვიულობთ, რა თქმა უნდა, თანხლები რაც არის შეჯიბრის ის ემოციები მაქვს. სიმართლე რო ვთქვა, ეხლა რაღაცა იმ სიმედი არ მაქვს, რომ პოდიუმზე დავდგები და რაღაც, მაგრამ გამოცდილებისთვის არის ჩემი აზრით ძალიან კარგი რაღაც, რას თქვი ჯიჯი. გამოცდილების ხო კარგია. ბოლოდან მეორეც არის შედეგი. ხო, დრო ამოატრიალებ ამ ფურცელს. იჩთები თავში ბოლოდან. მაშინ ბოლოდან პირველზე გავალ რომ სტევის პრემია ჩვენთან. რო ამოატრიალებ ფურცელს რომ პირველ ადგილზე ვიყო. რავი, ბიჭები ყველა ფონზე ხარ. კარგად. ნახე ორი ჯიჯი ყავს კადრში. ეს რაღაცას ვერ ნახავ სხვაგან რას. ხო და რავი, აი ვნახოთ რა ბიჭები ყველა კარგად არიან მომზადებულები, ვარჯიშობდნენ და რავი წარმატებებს უსურვებ ყველას რა, მათ შორის ჩემ თავსაც და ვნახოთ რა იქნება რა. ყოველ შემთხვევაში იმედია რომ თლადის არ იქნება რომ ამ ვიდეოს აღარ დავდებ და დანარჩენი ყველაფერი მოგვარებადია და დროსთან ერთად წინსვლა და ზევით აღმოსვლაც იქნება რა. ასე რომ დარჩი ჩვენთან აუცილებლად განახებთ ტრეკის კადრებსაც როგორ ვივლი და რანაირად. დღეს გამოვდივარ ჩემი Kawasaki ZX6-იერით. აი ესეთ მდგომარეობაში, ან ნომერი 7-ით, რა თქმა უნდა. აი ესეთი ძალიან მაგარი სამაგრი გამიკეთა GoPro Georgia-მ, ზუსტად ჩემ ჩაფხუძზე მორგებული, იდეალურად აზის და ეს არ გადმოვარდება შანსი არა, ასე რომ თუ ვინმეს გინდათ მსგავსი სამაგრი თქვენს ჩაფხუძზე, ჯობია რომ საიმედო იყოს და მიაკითხოთ ამ ხალხს და გაიკეთებენ ზუსტად ისეთს, როგორიც საჭიროა თქვენი ჩაფხუტისთვის. ცოტა ცხელა. თუ სპირტი კაია. რა არის ეს? სპირტია. თუ წყალში ხوار ჩაგისხმო. წავიდე. ჩემ მოტოციკლეტით და მეც უკვე ძალიან მაგრადული, იმიტომ რომ ორივე დასპირტულები ვართ და რა ვიცი, ვნახოთ შედეგი რა იქნება, ასე რომ გამოვყევით. ეხა მართლა წყალი მინდა, წყალი. მოკლედ პირველი სესია ვიარეთ. ჩემი თავით ასე თუ ისე კმაყოფილი ვარ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რა თქმა უნდა, რომ ეხა შემდეგ სესიაზე უფრო მეც არ ვეცდები რა. ის დრო რა დროშიც მე ვარჯიშზე დავდიოდი, ჩამოვწიე, რა თქმა უნდა და ამით ვარ კმაყოფილი ერთ-ერთი. სხვა დანარჩენი, რავი, უფრო დიდი мотиваცია მომეცა იმისთვის, რომ შემდეგი სესია უკეთესად ვიარო რა. არ შემიძლია მადლობა არ გადაუხადო კომპანია Speedy Logistics, იმიტომ რომ, ნუ იცით, ჩვენ ქვეყანაში მით უმეტეს მხოლოდ მას აქცევენ ყურადღებას, ვინც პირველზე გადის ან მეორეზე გადის ან მესამეზე რა და ამ კომპანიამ, რავი, გადაწყვიტა რომ გვერდში დამიდგეს ყველანაირი მოლოდინის გარეშე და ამ ყველაფერს ძალიან მაგრად ვაფასებ რა, იმიტომ რომ ზუსტად აი ეს აღმასვლა არის ყველაზე რთული, როცა ნოლიდან იწყებ და უნდა მიხვიდე პოდიუმამდე რა. და აი ამ პერიოდში რომ ეს კომპანია გვერდში დამდგა, ჩემი იწამეს და ჩემი ჯერაც, აი მაგიტო ძალიან დიდი მადლობა რა და არ დაგავიწყდეთ, რომ Speedy Logistics ძალიან მაგარი შეთავაზება აქვს მოტოციკლეტებზე. აუცილებლად გაეცანით ამ ინფორმაციას და წამოიყვანეთ, ჩემი რეკომენდაცია არის ყველანაირად საერთოდ 100% თავზავდებ, იმიტომ რომ ძალიან პასუხისმგებლიანი და კარგი ხალხი არის რა. და მით უმეტეს დიდი რესპექტი აი ამ ყველაფრის გამო, რომ ამ ეტაპზე და აი ამ დროს დაუდგნენ ქართულ მოტოსპორტს გვერდში. ასე რომ უკეთესის მოლოდინში ვარ, ფიქრობ რომ
ამ შედეგს რაც ეხავიარე შემდეგ ეტაპზე დღესვე ალბათ გავაუმჯობესებ და ჩამოვწევ, რამდენად პოდიუმზე დავდგები, ეგ არ ვიცი, ცოტა მეეჭება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე ჩემ მაქსიმუმს ვეცდები, რომ ჩემ თავთან არ ვიყო უკმაყოფილო და დანარჩენი მე უკვე ყველაფერი იქნება რა. როგორც ჩვენს არხს მოტოსფერო ქვია და რა თქმა უნდა, რომ მხოლოდ ჩემ თავზე არ ვისაუბრებ, მინდა რომ 1-2 სიტყვით ბიჭებზეც გავაკეთო კომენტარი, მოყვარულთა კლასი ქვია, მაგრამ მე მგონი რომ ძალიან დიდი კონკურენცია არის და ბიჭები ძალიან მაგრად არიან მომზადებულები, ძალიან მაგარ დროებში დადიან და რაც მთავარი არის, მართლა ისე დადიან, რომ ალბათ მესამე თვალიდან ამ ყველაფერს რო უყურებ, ქსიამოვნებს რა ეს ყველაფერი და მათი ყურება. ასე რომ ყველას წარმატებას ვსურვებ, რავი, უკეთესი და უკეთესი დროები და მე მიხარია ყველას წარმატება, იმიტომ რომ ჩემი მთავარი მიზანი არის საქართველოში მოტოსპორტის განვითარება რა და რაც უფრო დიდი კონკურენცია გვექნება, სურო ბოლოზე გავიდე მართლა, გულით გამიხარდება ყველას წარმატება რა. ეს იმას არ ნიშნავს რომ მე არ ვეცდები რომ იქ პოდიუმზე დავდგე, მაგრამ ეს არის ფაქტი რა. ზუსტად ამის გამო გადმოვდგი მეც ეს ნაბიჯი და არა იმიტომ რომ რაღაც მართლა იქ ვიდგე პოდიუმზე და შამპანიური გავისროლო. მაგის გამო ეს არ გამიკეთებია რა. მინდა რომ თქვენ ჩემი თვალით დაგანახოთ, როგორია როცა ტრეკს დადიხარ და რაღაცნაირად ვიღაცის სამოტივაციო გახდეს ეს ყველაფერი. ასე რომ წარმატებები ყველას ბიჭებო და რავი, მალე უკეთეს დროებში შევხვდებით პროკლასში. სესია ვიარეთ. ყველაფერმა მე მგონი რომ ასე თუ ისე კარგად ჩაიარა რა. ეხლა თლად კმაყოფილი არა ვარ, მაგრამ პირველისთვის ალბათ ნორმალურია რა. 2-9-ში ვიარე მეორე სესიაზე, მეორე სესიის დროებით მესამე ადგილზე გავედი, თუმცა პირველი სესიის დროს გავედი თუ სწორად მახსოვს მე-7 ადგილზე და იქ დროები რო დაჯამდება რა როგორ გამოვა არ ვიცი საბოლოოდ, მაგრამ ასე თუ ისე მაინც კმაყოფილი ვარ და უფრო მოტივირებული ვარ იმისთვის, რომ უკეთესი და უკეთესი დროები დავდო რა. ასე რომ მე მგონი რომ პირველი ის გეგმა რაც მქონდა ის შესრულებული არის, რაც თავარი არის, ნაბიჯი გადავდგი და რავი, ყველაზე ბედნიერი ამით ვარ, რომ რავი, თავარი ალბათ ცხოვრებაში რაღაცეები რაც გინდა იმისკენ ნაბიჯები გადადგა და აი ეს ნაბიჯი რომ გადავდგი, უკვე ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ რა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემი ამოცნების ასრულებაში წვლილი შეიტანა და გვერდში მედგა და მეხმარებოდა გინ მატერიალურად და გინ მორალურად. ყველას ძალიან დიდი მადლობა და მადლობა თქვენ, იმიტომ რომ არა ალბათ ეს YouTube არხი და თქვენ ჩემო მოყურებლებო სავარაუდოდ ამ ნაბიჯს ან რა ვიცი. შეიძლება ესე არ ყოფილიყო რა ყველაფერი, ასე რომ ძალიან დიდი მადლობა თქვენ, მოტივაციას მასლევთ მართლა და გპირდებით რომ უკეთესობა იქნება აუცილებლად რა. ახლა პროკლასის ჩემპიონატს ველოდებით, ცოტა უამინდობა რაღაც ღრუბელი გადმოვიდა და ნახოთ რა იქნება. მე მგონი რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის დღეს და საბოლოოდ ეს დღე შედგა იმის მიუხედავად რომ ცოტა გვეშინოდა წვიმის, მაგრამ რაღაცნაირად მე მგონი გადაურჩით. ეხლა კი წარმატება მინდა უსურო ყველა პროკლასის რაიდერს. ამაზე მეტი სიამოვნება, რავი, მოტომოყვარულს რა გინდა, არ ვიცი რა, ამის მონაწილე ხარ და ხედავ როგორ ვითარდება ეს სპორტი ყოველწლიურად და იხვეწება. ასე რომ, რავი, ამ ყველაფრის გამო მინდა რომ მადლობა უთხრა მოტოფედერაციას და ყველა ორგანიზატორს, ვინც აი ეს დღე შექმნა, შემოგთავაზა და ერთი საფეხურით ზევით აწია ვიდრე იყო რა.
ჩვენ კიდე შევხვდებით შემდეგ ვიდეოში, ასე რომ დარჩით ჩვენთან ძალიან ბევრი საინტერესო ვიდეოები გელოდებათ. მადლობა თქვენ.